განახორციელდა ძალადობრივი შტორმი საქართველოს პრეზიდენტის სასახლეზე, რომლის წინასწარ გაცხადებული მიზანი ქართული ხალხის მიერ არჩეული ხელისუფლების დამხობა იყო. თუმცა ამ დღეების განმავლობაში არც ერთ ორგანიზაციას თუ სახელმწიფოს, რომელსაც საქართველოში განვითარებული შიდა პოლიტიკური მოვლენების ყისიერ შეფასებაზე, ქვეყნის გაგრედგებაზე და მისთვის მითითებების მიცემაზე აქვს პრეტენზია, მათ შორის ამერიკის შეერთებულ შტატებს, ევროკავშირს და ევროკავშირის კონკრეტულ ქვეყნებს, არ გაუკეთებია განცხადება, რომელთაც დაგმობდა და გაემიჯნებოდა ხალხის მიერ არჩეული ხელისუფლების დამხობის ცდილობას და ძალადობრივ შტორმს საქართველოს პრეზიდენტის სასახლეზე. მეტის ევროკავშირმა, ოდირმა და სხვა სუბიექტებმა საპირისპირო სულისკვეთების განცხადების გაკეთებაც კი იკადრეს. ბუნებრივია დამხობის ცდილობისა და ძალადობისგან არ გამიჯნა და მათი არ დაგმობა იოლად განიმარტება, როგორც დამხობისა და ძალადობის ხარდაჭერის ირიბი, მაგრამ კაფიო გამოხატულება. ევროკავშირში შექმნილ ტრაგიკულ პოლიტიკურ ვითარებას ყველაზე ცხადად ევროპის სახალხო პარტიის EPP-ის დღევანდელი განცხადება ადასტურებს. შეგახსენებთ, რომ EPP არის ყველაზე მსხვილი ევროპული პარტია, რომელიც ყველაზე მეტ ევროპულ მმართველ პარტიას აერთიანებს. იმასაც შეგახსენებთ, რომ EPP-ის წევრია ნაციონალური მოძრაობაც, რომელმაც საქართველოში სისხლიანი ავტორიტარული რეჟიმი დაამყარა და 9 წლის მანძილზე დემოკრატიის, სამართლის უზენაესობისა და ადამიანის უფლებების ტოტალური ხელყოფით გამოიჩინა თავი. იმ ფონზე, როდესაც ნაციონალურმა მოძრაობამ და სხვა რადიკალურმა ოპოზიციურმა ძალებმა ქართველი ხალხის მიერ არჩეული ხელისუფლების დამხობას სცადეს და არაერთ პოლიციელს უმძიმესი ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს, რომელთაგან 2 სიკვდილს ღმერთის წყალობით გადაურჩა, ევროპის სახალხო პარტია არა მოძალადეებისა და ქართული დემოკრატიის სტრების, არამედ ბიზინა ივანიშვილის და მმართველი გუნდის სხვა ლიდერების სანქცირებას ითხოვს. EPP-ის ეს განცხადება ქართულ საზოგადოებას საუკეთესოდ ეხმარება იმის გააზრებაში, თუ რა უბედურებამდე მიიყვანა ევროკავშირი სუვერენიტეტის დაკარგვამ და გარედან მართულმა ევროპულმა ბიუროკრატიამ. საღამო მშვიდობისა პატივცემულო ტელემაყურებლებო, ტელეკომპანია TV12 განაგრძობს პირდაპირ მაუწყებლობას პირდაპირ ეთერში და დღეს როგორც ყოველ პარასკევს ჩვენს ეთერში გადაცემა ჟურნალისტის დღიურების დროა. ეს გახლავთ საინფორმაციო ანალიტიკური პროგრამა TV12-ზე, ხოლო თავის მხრივ TV12 არ გახლავთ არც სახელმწიფო ტელევიზია, არც ოპოზიციური ტელევიზია, ჩვენ ვართ ნეიტრალური თავისუფალი ჟურნალისტების ტელევიზია და ამდენად ჩვენს გადაცემებში თქვენი აზრი, როგორც მაყურებლის ჩართულობა არის აუცილებელი და მნიშვნელოვანი. რაც შეეხება გადაცემას ჟურნალისტის დღიურები, მას ყავს 2 წამყვანი, მე და ჩემი უფროსი კოლეგა ბატონი ამირან ტიმურაძე. საღამო მშვიდობისა, ბატონო ამირან. მოგესალმებით ახალ საქართველოში. ასე ვთქვათ, ოცნების საქართველოში 4 ოქტომბერზე გავლილია, არჩევნებმა ჩაიარა და არ შედგა არც ის სახელმწიფო გადატრიალება, რომელსაც გეგმავდა ოპოზიცია. სახელმწიფო გადატრიალებასთან დაკავშირებით მინდა გკითხოთ თქვენი აზრი მაინტერესებს, როგორც ამ ხნის გამოცდილი ჟურნალისტის, ხელისუფლების წრეებში ნამუშევარი ადამიანის თავის დროზე და რა ვიცი, წისქვილის ქვა არ დატრიალებულა თქვენს თავზე, თორემ ბევრი რაღაც გამოგივიდა პერიპეტიები და ალბათ საინტერესო იქნება რა შეტყვით მაყურებელს ამასთან დაკავშირებით. მოგესალმებით, ბატონო ჯემალ, თქვენ მივესალმებით ჩვენს დღევანდელ სტუმარს. მე სიამოვნებით ვღებულობ მონაწილეობას დღევანდელ გადაცემაში, იმიტომ რომ ჩვენი დღევანდელი სტუმარი არის ჩემგან ფრიად პატივცემული, ძალიან ობიექტური, ცნობილი იურისტი ბატონი დავით ჯაფარიძე და ეს ჩემთვის გითხრათ, რომ ძალიან სასიამოვნოა მასთან ერთად დღევანდელი საღამოსა და დღევანდელი ეთერის წაყვანა. მე ცოტა გვიან ვაპირებდი ჩვენი სტუმრის წარდგენას, მაგრამ მოდით რადგან თქვენ წარადგინეთ ბატონი დავითი, მე მეთქვი მაყურებელს, რომ ჩვენ დღეს ბატონი დათო სტუმრად შევარჩიეთ სპეციალური ნიშნით, იმიტომ რომ ის გარკვეული 10 წლის უკან, როცა ქართული ოცნება მოდიოდა ხელისუფლებაში, გახდათ პარტია ქართული ოცნების იურისტი ბათუმში. ყოფილი იურისტი გახლავთ და ახლა ამჟამად უკვე მოქმედი ადვოკატი არის. ყოფილი პარტიული იურისტი და ამჟამად მოქმედი ადვოკატი. ამიტომ მასთან საუბარი იქნება ამ საკითხებზე ძალიან საინტერესო მოხდა. ეხლა თქვენ შეკითხვაზე 2003 წლის ნოემბერში, როდესაც ეგრეთ წოდებული
ვარდების რევოლუცია მოხდა, ჩემთან მაშინ მე აჭარის კულტურის მინისტრის მოვალეობას ვასრულებდი, ჩემთან მოვიდნენ ჟურნალისტები, ალბათ ეს ჩემი ინტერვიუ აჭარის ტელევიზიის არქივშიც იქნება შენახული. და მკითხე ჩემი მოსაზრება ვარდების რევოლუციაზე. და მე ვუთხარი, რომ მე პროფესიით, განათლებით ვარ ისტორიკოსი, ფილოლოგი და ჟურნალისტი. და როგორც ისტორიკოსი შემიძლია გითხრათ, რომ ეს არავითარი რევოლუცია არ იყო, ეს იყო ჩვეულებრივი სახელმწიფო გადატრიალება, მეთქი ამას გეუბნებით, როგორც ისტორიკოსი მეთქი. და მაშინ აუხსენი, რომ სახელმწიფო გადატრიალება არის უსისხლო და არის სისხლიანი. ეხლა კალიგულამ ბიძამისი მოკლა აბანოში. განგმირა ხანჯლით. და გამოვიდა აივანზე და განაცხადა, დღეიდან მე ვარ რომის იმპერატორი. არის ისტორიაში ცნობილი აგრეთვე უსისხლო გადატრიალებები. მე ეს რატო გავიხსენე, იცი? ჩემთვის 2003 წლის ვარდების რევოლუცია სახელმწიფო გადატრიალება იყო, იმიტომ რომ როცა პრეზიდენტი სიტყვით გამოდის და ტრიბუნიდან ჩამოაგდებ იმას, შევარდები და პარლამენტს დაარბევ, დეპუტატებს ჩემდა გაყრი გარეთ, ის არჩევნები იყო თუ არა ლეგიტიმური და გაყალბებული, ეს სხვა საქმეა. მაგრამ პარლამენტი შეიკრიბა და პრეზიდენტი ტრიბუნაზე იყო. და რაც მაშინ მოხდა, ეს იყო კლასიკური სახელმწიფო გადატრიალება. აი ეხლა 4 ოქტომბერს რაც ხდებოდა, ეს იყო სახელმწიფო გადატრიალების მცდელობა. როდესაც ერთ-ერთი ხელმძღვანელი ამ აქციისა გამოდის და ამბობს, ახლა ჩვენ უნდა ჩავიბაროთ პრეზიდენტის რეზიდენციის გასაღები და შევიდეთ უნდა პრეზიდენტის რეზიდენციაში. მეორე გამოდის და კითხულობს სიას, ხელისუფლების წარმომადგენლების სიას, ვინ უნდა იძლევა დავალებას, ვინ უნდა დააპატიმროს შინაგან საქმეთა სამინისტრო. ხელისუფლება უნდა დააპატიმროს. მესამე ხობეს ანგრევენ, ეზოში შეცვლიდებიან და სამართალდამცავებს იქ სპეცრაზმი იყო თუ პრეზიდენტის დაცვა იყო თუ სასახლის დაცვა იყო, აი ამათ უსწორდებიან ფიზიკურად, რა ვიცი მე ქვებით თუ ჯოხებით თუ რაღაც სხვა რაღაცით. ეს ცდელობა იყო გადატრიალების, რომელიც სისრულეში ვერ მოიყვანეს. გასაგებია ბატონო ამირან, თქვენ როგორც ისტორიკოსი აძლევთ ამას სახელმწიფო გადატრიალების შეფასებას და იმ ვარდების რევოლუციაც იყო სახელმწიფო გადატრიალება თვით ასე. მოდით ახლა ჩვენ სტუმარს ბატონო დათოს ვკითხოთ, აი სამართლებრივი შეფასება მივცეთ ბატონო დავით ამ ყველაფერს, რამდენად სამართლიანად არიან ციხეში ის ადამიანები, ვინც აიყვანეს ამ საქმეზე სამართალდამცველები. დიახ. სანამ თქვენ შეკითხვაზე გიპასუხებდეთ ბატონო ჯემო, ძალიან მოკლედ ვიტყვი, შევახსენებ საზოგადოებას, თუ მე ვინ ვარ. მე ვარ არა მარტო ქართული ოცნების ყოფილი მოხალისე, ადვოკატი, იურისტი, არამედ საქართველოს ეროვნული საბჭოსაც. და რამ გამიყვანა ქუჩაში ადვოკატი. მიმქონდა ვიდეო მასალა, მიმქონდა მტკიცებულებები, აშკარა იყო რომ ბრალდებულს არ ქონდა საერთოდ ჩადენილი დანაშაული, მაინც მას უშჯიდნენ. აი მხოლოდ ეს იყო მიზეზი, რომ მე მაშინ დავეხმარე არჩევნებში ამ ორ პოლიტიკურ პარტიას, ბლოკს. დიახ, გეტყვით ახლა თქვენ შეკითხვაზე გეტყვით პასუხს. იცით რატომღაც დღეს ძალიან მოდაშია თუ რაუბედურება ვერ გეტყვით, კონკრეტულმა პიროვნებამ არ იცის საქმის ფაქტობრივი გარემოებები, ერთნი ამართლებენ ბრალდებულს, მეორენი დამნაშავეს უწოდებს.
მე კონკრეტულ სისხლის სამართლის საქმეებზე, რომლებიც მე არ მაქვს საკითხული, არ მაქვს ვიდეო ჩანაწერები ნახული, ვერ გაგცემთ იმ საქმებთან დაკავშირებით პასუხს. ვერ გაგცემთ ამას. მაგრამ მე გეტყვით, რაც ნახე, რაც წავიკითხე. პირველი პრეზიდენტის ადმინისტრაციაში შეჭრის მცდელობა იყო. იქ დანაშაულის ნიშნები არის აშკარა. მაგრამ ვერ ხვდები ზურაბ ჭავჭანიზე თუ არ მეშლება სახელგვარი, რატომ წაუყენეს ამ ადამიანს ბრალდება. როდესაც შეჭრას ცდილობდნენ, ამ დროს ზურაბი ტოვებს ადგილს. იმედია მისმენს გენერალური პროკურორი, სხვა ხელმძღვანელი პროკურორები და ამ ადამიანს გაათავისუფლებენ. ეს კაცი დადიოდა დროშით, ხედავდი ბათუმელი მეტროში. ხედავდი მზია ამაღლობელის პროცესებზე, ხარს უჭერდა შეძახილები. კანონს არ არღვევდა ეს კაცი. არც იქ არ დაუღვევია კანონი. არ შეიძლება ასე ბათუმში რო იყოს აუცილებლად ბატონ ზურაბს რაღაცით მაინც დავეხმარებოდი, ძალიან კარგი გოგონა იცავს მას ადვოკატი და წარმატებებს უსურვებს საჯარო. რისი თქმა მინდა ახლა კიდე? რა თქმა უნდა, დაისაჯონ უნდა ის ახალგაზრდებიც, რომლებიც ისული იყვნენ კალაძის თუ ქართული ოცნების შტაბთან, არ ვიცი, ქართული ოცნების შტაბთან. როგორ შეიძლება ახალგაზრდა ადამიანს დედის გინება კონდეს სლოგანად, შეძახილად, საშინელება. რაც მინიმუმ ადმინისტრაციული გადაცდომა მაინც არის. როგორ შეიძლება მე ვერ გავიმეორები იმ სიტყვებს. მამისტოლა პოლიციას თუ სხვას გოგონამ მით უმეტეს შეაგინო და ისეთი რაღაცები უთხრა, რომ თანატოლს არ ეთქმის გოგო. ეს ელემენტარული მორალი დაკარგული აქვს. მე ამ ადამიანებს არასდროს არ დაუდგები გვერდში, იმიტომ რომ მათ არ აქვს ელემენტარული ზრდილობა. აღზრდა, იხდი, არც შევაგინებ, არც გავლანძღავ მათ. თუ სადმე გადავეყრები, ვეცდები მაინც, მე სხვა გზის ვარ, მე სხვა გორის ვარ. ვეცდები, რომ სორგზაზე დავაყენო. ეს ყველაფერი აუხსნა. და რისი თქმა მინდა კიდევ. მაინტერესებს რას ფიქრობს ის პოლიტიკოსები, სადღაც რო ეხა ჩამალული არიან, რას ფიქრობენ, რომ ეს პატარა ჯგუფი რომ მიუგზავნეს პრეზიდენტის ადმინისტრაციას და შემდეგ დააჭერინეს პოლიციას, დანაშაული ჩაადინეს. განამათ არ იცოდნენ, რომ ამ პატარა ჯგუფის მისვლით ხელისუფლება არ შეიცვლებოდა საქართველოში. მაინტერესებს მათი ლოგიკა. როგორ შეცვლიდნენ პრეზიდენტის ადმინისტრაციაში ხალხის მივარდნით ხელისუფლებას. და ძალიან მეეჭვება, რომ ეს ყველაფერი წინასწარ არ იცოდა ზურაბიშვილმა. ძალიან მეეჭვება. ზურაბიშვილი დღეს იქნებოდა ქართულ ოცნების გვერდით, მას რომ დაპირებოდნენ მეორე ვადით არჩევას. მე ავირჩიე სალომე ზურაბიშვილი, რატომ? იმიტომ რომ არ გამختارიყო გრიგოლ ვაშაძე პრეზიდენტი. რატო არ უნდა გამختارიყო გრიგოლ ვაშაძე? ქართველი ბიჭები მიწაში გაცივებული არ არიან და ეს ფესტივალა მინისტრი პუტინს წერს რუსეთში, რომ ქართული კულტურის ფესტივალი ჩავატაროთ მოსკოვში. ვინ არიან რუსების ხალხი? ვინ არიან პუტინისტები? ეს ფაქტი დაიდო ხომს გასაჯაროდა. იცით რა, ამბობენ, მე ვამბობ საჯაროდ, რომ ცნობ საპარლამენტო არჩევნებს, ცნობ ადგილობრივ არჩევნებს გირჩის მომხრე. მე ორჯერ მივეცი ხმა გირჩ, არც კი ვიცნობ იაგო ხვიჩიას. გირჩის ხალხს არც კი ვიცნობ. არ ვიცნობ მასალკინსაც, სიმართლე გითხრა. მაგრამ მიხარია რომ მასალკინმა გაიმარჯვა და ბათუმის საკრებულოს წევრია. კარგი კაცია, კარგი ერუდირებული, ჩამოყალიბებული, პედაგოგი, თაობებს უძდის სამშობლოს, მიხვდით? რატომ ცნობ? იმიტომ რომ თვითონ ამ ორ არჩევნებზე დავდიოდი და ვეძებდი ქართული ოცნების ხალხს, რომ გამომევლინა რაიმე დარღვევები. საერთოდ არ იყვნენ კაცები, იყვნენ არასამთავრობო ორგანიზაციები, მე ბათუმის იმით ვამბობ, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები, რომლებიც ასევე კანონს არ არღვევდნენ და აკვირდებოდნენ ყველაფერს. როცა
გამოვედი შემდეგ დამისვეს კითხი, კი უთხარი გვიზია გიჩნევეთ ხმა მეთქი. შეხედეთ, რატომ არ გაყალბებულა არჩევნები, ეს ორი არჩევნები საქართველოს მასშტაბითაც. იმიტომ რომ დაიდო მონაცემები, ხომ CSGO-ს. გამოცვივდნენ ქუჩაში. რომ გაყალბდაო, შეხედეთ, მე ამდენადაც ჩემთვის ცნობილია. გამოცვიდან 4 საათზე. ხო, ჯერ შეჯამებული არის. ის ჯერ შეჯამებული არის, დამთავრებული არის. შეხედეთ. ექსპერტიზა ჩატარდა, მონაწილეობა არ მიიღენ, არ გაგზავნენ იურისტი, არ მიამაგრენ მათი ექსპერტი. მაშინ ყველა იტყვის მასე რომ გაყალბდაო. არ გაყალბებულა საპარლამენტო მტკიცებულები. რაზე დაკნობით ვამბობ? იმიტომ რომ საპირისპირო მტკიცებულება არ დაუდია. ჩვენ ვიღაცა რაღაცას იტყვის იმას კი არ უნდა დავეხნოთ ნეიტრალური საზოგადოება, მიხდით? არამედ ფაქტებს უნდა დავეხნოთ. ამას ვერ შეეჩვია ჩვენი ხალხი, მიხდით? აი შეხედეთ ახლა ბატონო ამირან, ბატონო ჯემო. აი შეხედეთ ახლა ელემენტარულ რაღაცას. შევხედეთ ახლა. ამბობენ რომ ეს რო ექიმია, ეს რომ ადვოკატია, ეს რომ ჟურნალისტია, ამის გამო უნდა გავათავისუფლოთ. და აქციებს აწყობენ. მოიცა, განათლება რო არ აქვს საერთოდ. ის უნდა დაისაჯოს. მოგეთათ, მზარეული როა, ის უნდა დაისაჯოს და არ უნდა დაისაჯოს, თქვათ, ჟურნალისტი რომა, მოსამართლე რომა, ადვოკატი და ასე შემდეგ. სადაური ლოგიკაა ეს. ვერ მივხვდი. ეს ხალხი რებს ამ სოციალურ ქსელებში არც კი ვკითხულობ. არა, არც თუ კი გაბედე და სიმართლე თქვი, ან ქოც დაგიწახებები. ან შეიძლება ნაცი დაგიძახონ, თუ არ მოემწონათ სიმართლე, ან შუაშის და რაღაც უბედურებას კიდე. სიმართლე, საღი აზრი დღეს დარჩა საძებნელი სანთლით შემოკარგება. ეს არის დიდი უბედურება. შეხედეთ ახლა, ვაკვირდებოდი არჩევნებს და არ გაყალბებულა. ამიტომ საჯაროდ ვაცხადებ. მე დავით ჯაფარიძე, რომელსაც 2012 წლის შემდეგ არ მიმიცია ქართული ოცნებისთვის ხმა, მხოლოდ ერთხელ მივეცი რესან კონცელიძეს, იმიტომ იურისტი არ ყავდა სისხლის სამართლის სპეციალისტი. ცივილისტებით სავსე იყო პარლამენტი, იურიდიული კომიტეტი. მე ვაცხადებ, რომ ცნობ საქართველოს პარლამენტს, საქართველოს პრემიერს, არ ვარ მათი მომხრე, მაგრამ ცნობ ქალაქის მერს, მე ცისკარიძეს უჭერდი მხარს კაფუჩელას ჩვენს. მაგრამ ცნობ ცინცაძეს, იმიტომ გაიმარჯვა არჩევნებში. ცნობ ყაველაშვილის პრეზიდენტს, იმიტომ რომ პარლამენტმა გადაწყვიტა, რომ არ ჩატარებული იყო არჩევნები და ის თქვათ რაღაც თავის იმ წესს დიდათ არ მომწონს, რომ აერჩია. ერთი კაციც არ შეუწყალებია ყაველაშვილს და არც ვაპირებ მიმართო სამომავლოდ შეწყალების განცხადები. თუ შეიწყალებს, არ შეიწყალებს მისი უფლება. მიხდით? რაღაც გულის მოგებას არ ვაკეთებ. შეხედეთ ახლა ძალიან დიდი ზარალი განიცადა საქართველოს მართლმსაჯულობამ ღარიბაშვილის დროს. სული მოითქვა კვირიკაშვილის დროს, სული მოითქვა გახარიას დროსაც არ ერჩოდა გახარია სიმართლე უნდა თქვა. ღარიბაშვილი დაბრუნდებოდა, ეგრევე პირველად კანონები მკაცრდებოდა, უცებ კაცრდებოდა. მე არ ვიცი, მაგრამ მოიპარა თუ რამე. მე საიდან უნდა ვიცოდე. კაცრდებოდა კანონები, ზეწოლები ხდებოდა მართლმსაჯულებაზე, მოსამართლებაზე და უბედურება ტრიალებდა საქართველოს. ეს კაცი წავიდოდა, ამოისუნთქავდნენ მოსამართლეები. აი ნახდათ გეუბნებით, ვაკვირდებოდი სპეციალურად ამას. კობახის დროს მე არ ვიცი ახლა ადმინისტრაციულ პალატაში რა ხდება, ადმინისტრაციულ კოლეგიებში. არ ვიცი, საქმე არ მინახავს, მაგრამ მე ვიცი, რომ ჩემთან უმეტეს წილად ხედავთ ალბათ ჩემ სოციალურ ქსელში, ხო, გამარჯვებებს სულ აქვეყნებს სულ. უფრო ამოისუნთქა სასამართლო სისტემამ თადუმაძე რო გააგდეს უზენაესი სასამართლო. კარგი იქნებოდა იმ ვასაძე მამუკასაც თუ მიაყოლებდნენ. ხანდახან ის ურევს. მიხდით? ეს ღარიბაშვილის ხალხი, მისი კადრები პროკურატურიდან შოთაძის, ადეიშვილის კადრები არ უნდა დარჩნენ ხელმძღვანელ თანამდებობაზე. შეხედე ხლა გიორგი გვარაკიძეს რამოდენიმეჯერ მივწერე და სამართალი ვნახე. ასეთი რამ წარმოუდგენელი იყო საერთოდ ადეიშვილის დროს ის რო კრიმინალის დამავიწყდა რობერტ გვარი იყო და სამართლები იყო ვერ გავიხსენე უცებ. ცოტა ხანი რო იყო და შემდეგ რაღაც საქმე აგუძრეს ვერ გავიხსენე. ისიც ხო იმის დროს ან შოთაძის დროს სამართალი საერთოდ ვერ იპოვნებდა. ადეიშვილის პროკურატურას დაამსგავსეს ამათმა
ამ ფარცხალაძე კი, ეს ფარცხალაძემ უცებ დაგვიბრუნა ნაცმოძრაობა, უცებ დაგვიბრუნა დადეიშვილის დრო ერთ თვეში. ეს იყოს უსაყვარლესი კაცი ღარიბაშვილის ზუსტად. ეს გეუბნებით, ეხო არავის მომხრე არა ვარ. მე გეუბნებით გირჩ მივეცი. ხმა ვიღაცაზე ხო უნდა მიმეცა არჩევნებში მიიღო. გირჩი მომეწონა. ამნისტიისთვის სიძვის სამართლიანობის უკეთესი პარტია გამოჩნდება ხვალ მომეწონება იმას მიცემ ხვალს. უპარტიო ვარ თელი ცხოვრება. ერთი დღეც არ ყოფილი ვარ ბატონო ამირან პარტიული მიხდით. რატო ვამბობ ამას? საღი აზრი გაქრა საზოგადოებაში. ეს არის უბედურება. დათო ერთ შეკითხვა მაქვს თქვენთან როგორც ადვოკატთან ახლა. აი მე უყურებ ტელევიზიით ადვოკატებს და სოციალურ ქსელში. ერთი ადვოკატი არ მინახავს, რომელიც გამოვიდოდა და იტყოდა ჩემი დაცვის ქვეშ ყოფი კი ბატონო არის ამ მუხლით დამნაშავე. ყველა ამბობს რომ აბსოლუტურად უდანაშაულოა. ეს რა ადვოკატურაში ეს მიღებული წესია რომ ადვოკატმა მხოლოდ და მხოლოდ ილაპარაკოს რომ ყველა დაპატიმრებული მე არ გამიგონია მეთქი ვინმეს რომ დანაშაული ეთქვას და ყველა ადვოკატი ამბობს რომ ყველა დაპატიმრებული არის აბსოლუტურად თქვენ გონიათ მარტო ადვოკატების ბრალია თქვენი კოლეგებისაც შეხედეთ ახლა ვამბობ რომ უტყუარზე უტყური ვიძლევთ თქვა რაღაც საქმეს ხო უტყუარზე უტყუარი მტკიცებულებით ვიდეო მასალით გინდება ეს ვიდეო მასალით რო გინდება ამას ამომიჭრიან ყველა პარტიას უკვე თავისი ტელევიზია ყავს და ამიტომ მოვედით თქვენთან ობიექტურ ტელევიზიასთან რომ აქ არ მოვიდეს საუნდა თოქ-შოუ აღარა თქვენ იცი აჭარაში თქვენ დარჩით ხოლო თქვენ დარჩით ხოლო თოქ-შოუ არ არის კაცო ვერ მოვასწრები 20 წამში ჩაატიო ხან 15 წამს მადლობე მივაყრი ასე უკვე იმ რეჟიმში ვარ ახლა ლაპარაკის დროს მივაყრი ამას და რა ვიცი ახლა გიქიდო მაკრატლი დგას მისი პროდიუსერი დღეს 45 წუთი გვაქვს ხო ძალიანაც კარგი იმიტომ რომ მე გეუბნებით ალალად ყველაფერს მე ვარ სრულიად აპოლიტიკური ადამიანი საერთოდ არ მაქვს შეხება არც წინა ხელისუფლებასთან არც ახალ ხელისუფლებასთან სხვათა შორის წინა ხელისუფლება იურისტობა შემომთავაზეს იყვენიკა მათ კუთხეზე გადაყვანა მე ვთქვი რომ მოხვალთ რა გარანტია მაქვს იგივეს არის რა საკეთებდით დაგავიწყდა მეთქი მითხარით თქვენი პროგრამა სამართლის სფეროში დამბლოკა იმ ქალბატონი ეს ქალბატონი გახდათ უკრაინაში რო პოლიციის უფროსი რაღაცები მაგ რა ყვარი ხატია დეკანოიდზე ხო მე დამბლოკა და მე თვითონ დატოვა ნაცმოძრაობა მე ვთხარი პროგრამა მაჩვენე აი ქართულ ოცნებაზე უკეთესი რით იქნებით ნაცმოძრაობა რო დაბრუნდით სააკაშვილი პირადად ჩემთვის არაფერი ცუდი არ გაუკეთე პირიქით მაგის დროს სულ მაწინაურებდნენ შინაგან საქმეთა სამინისტროში გადავყავდი პროკურატურის ორგანოებში ერთი მართალი გოგონას გამო ვერ გავიტანეთ ჩემი კიდე იქ მე ხო ადეშვილის დაცვა დაესხა კიდე უბრალო ბიჭებს იმათაც დაუჭირე მხარი დავტოვე მართალი კაცი როცა ციხეშია ვერ ვისვენ იმ ღამით და მე რო ვიყო იმის გამომძებელი არ შემიძლია მომაწილეს ორივესაც განტვირთვის მისით გადააწეს ავდექი და დავტოვე ვერ გავიტანეთ ჩემი დავტოვე მაგრამ იმდენი მოასწარი ორივე საქმეში იმდენი მტკიცებულებები ჩავდები რომ იმათი საქმეები მაინც შეწყდა საბოლოოდ მიხდი აი ახლა გამომძიებლები არიან კარგები მაგრამ როგორი გამომძიებლებია იცი ვისაც სოფელში მუშაობა ეზარებოდა უმეტესობა პოლიციაში იცით რამდენი კარგი გამომძიებელია რომელიც სიყალბეს არ წერენ არიან ისეთები რომელიც წერენ რაღაც მათი ხელმძღვანელების დავალები მე იცით რა არის გაოგნებული ვარ აჭარის პოლიციის ფინანსური პოლიციის უფროსის მოქმედებები ორი მძღოლმა აიღო ორმა კაცმა აიღო და უაქციზო სიგარეტები გადაატანინეს. 500 ლარი მიცა დამკვეთდა. ჯერ კანონი როგორი უსამართლოა, რომ ვინც ვაჭრობს, ვისაც შემოაქვს, იმასაც იგივე აქვს. ჯერ პარლამენტის შესწორმა, იმასაც იგივე სანქცია აქვს, იგივე პასუხისგებლობა და ვინც მძღოლი საწყალმა რომ უნდა წაიღოს, იმას სულ არ აინტერესებდა აქციზიანი იყო თუ უაქციზო. გამოართვა ფული და მიქონდა. დაიჭირეს. ხო და შეხეთ. ნუ დამიპროცესა. ამათმა მითხრა აჭარის პროკურატურა, მითხრა ჩაждეთ ციხეში კაცო. მივწერე საქართველოს გენერალურ პროკურორს ბატონ გიორგი გვარაკიძეს და მოვიდა ნამუსიანი პირობებით საპროცესო. ხომ დამიპროცესო. შეხედე 15 დღეში უნდა დაბრუნდეს მანქანა, ხომ ავტომანქანა. შეხედე ახლა რას მეუბნება ეს მოფინაძის კაცი, ვინც ამ ძღოლი. ბატონო დავით, ტურისტული სეზონიაო, ისედაც 4 თვე არ მქონდა მანქანა. თუ შეიძლება 8000-ია გადასახდელი ჯარიმა სახელმწიფოს გულით ავამტყოფი კაცია. ხო და მეუბნება რომ მე ხვეწება რომ მე ვეხვეწებ გამომძიებას ფინანსურის ხელმძღვანელობას
პროკურატურა წინამდეგი არ წასულა რომ სიმართლე გითხრა. ხო რომ დაუბრუნდეთ ამ კაცს განცხადებად დაუწერეთ, მადლობას გადაუხადეთ ამ შეთანხმების აჭარის პროკურატურას რაში უხდიდა ფინანსურ პოლიციას, რაში უხდიდი მადლობას, როცა ეს გადაწყვიტა გენერალურმა პროკურატურამ ბატონმა გიორგი გვარაგიძემ. კი ბატონო, ოღონდ მანქანა დაგვიბრუნეთ მეთქი, რომ კაცმა იმუშაოს და დაიწყოს ჯარიმის გადახდა. არა, დააკვირდნენ და უკვე მე-5, მე-6 დღე არ გვიბრუნებთ. დაველოდებით იმ 15 დღეს არაა პრობლემა, მაგრამ რისი თქმა მინდა, იცი? ხელმძღვანელი თანამდებობიდან უნდა გაიყაროს აი მერაბიშვილის, აი ადეიშვილის შემდგომი ამ შემთხვევითი ხელმძღვანელების მიერ გამოზრდილი ეს უსამართლო ხალხის სისხლის მწოველი კადრები. ესენი უნდა იქნეს გაყრილი მაღალი თანამდებობიდან და უნდა მოვიდეს გვარაკიძესნაირი ხალხი. აი ზუსტად. აი ვინ მიიტანა? საერთოდ არ ვიცნობ გვარაკიძეს ვინა. დათო, აი ეს თქვენი ნათქვამი. აბსოლუტურად გეთანხმები მე ყველაფერში. მიეცი კაც მანქანა 15 დღის რატო ალოდინებ? 15 დღეს რატო ალოდინებ? სხვა პოლიციელები მაძლევენ პროკურორები. დათო, მე აბსოლუტურად გეთანხმები შენ. და მე ახლა 10 დღეში 78 წლის ვხდები და გარგეთყობა მადლობ. მაგრამ იცით თქვენ მე რა საფეხურები გამივლია სამსახურებრივი. და აი რაც ახლა თქვენ თქვით, აი 10 დღე თუ 12 დღე აი ამ ძღოლს რო ეს მანქანა დაუბრუნოს, ამას არ ჭირდება არც თბილისის ნება, არც არაფრის. აი ეს არ არის ხუთი კაცი გიორგი ცხოვრებაზე, აჭარის საოლქო პროკურორი მივწერე, მაგრამ ალბათ გადაწყვიტა. მიეცი მუშას მანქანა, წავიდეს იმუშაოს სახელმწიფოს ჯარიმა, დავაშავეო კაცი ამბობს. არიცოდა იმა. მეორე ვინც დაეხმარა იმა რა მითხრის, უაქციზო სიგარეტების დატვირთვაში დაეხმარა და ბატონო დავითო მე აქციზიანსაც იშვიათად ვყიდულობ. რატომ მეთქი და სულ მთელი ცხოვრება თუთუნს ვეწევიო და არ ვიცი მე აქციზო. ასეთი ხალხი არ გაიმეტება. გაიხაროს გვარაკიძის ოჯახმა ასეთი გადაწყვეტილება რომ მიიღო. მე რა შეკითხვა მინდა კიდე რაც ვიცი ჯემალ. აი დათო, რასაც ახლა თქვენ ამბობთ. ეს არის ელემენტარული კაცთ მოყვარეობა, ადამიანთ მოყვარეობა. თანამდებობაზე რო გნიშნავენ შენ პირველ რიგში გნიშნავენ იმიტომ რომ უნდა იყო ჰუმანური და შემდეგ უნდა იყო კანონის განხორციელებელი აუცილებლად. მაგრამ რასაც თქვენ ახლა ამბობთ, ვინ უნდა მიიტანოს ოცნების ხელმძღვანელობასთან ეს ამბავი? ნუ თუ ამათმა არიციან რა კადრებია ბევრგან, რომ ადეიშვილის კადრებია, რომ ნაცმოძრაობის კადრებია, მე ხომ არა, მე კი არ უნდა ვამბობ იმას, რომ ესენი გააგდონ სამსახურიდან. ხელმძღვანელ თანამდებობაზე რო იქნებიან ისინი იმ ძველი პოლიტიკის განხორციელებას დაიწყებენ, მიხვდით? და გიორგი გვარაკიძე დარჩება ცოდო, მარტო ვერ გაწვდება. და ამას ვამბობ დათო, ამას ვამბობ, ვინ უნდა მიიტანოს ეს ამბავი ოცნებასა, რომ დაამთავრეთ ეს კოჰაბიტაცია. მოჩით ამ კოჰაბიტაციას და მე პოლიტიკური ნიშნით პროკურორის შეფასებას არ დავიწყებ, მიხვდით? ყველა უნდა შეფასდეს თავისი ნამოქმედარის მიხედვით, მაგრამ აშკარად ჩანს, რომ ადეიშვილის დროში გვაბრუნებს ზოგიერთი პროკურორი, ზოგიერთი პოლიციის უფროსი. აი ეს არ შეიძლება. არ შეიძლება ბატონო. აი თუნდა ის რო იყო ახლა რა გვარი ხო ის გამოვშტები ამ გვარებზე, იმდენი გვარები ტრიალებს. ქარცხალაძე? არა, შინაგანს კომელაური. დაცვაში მუშაობდა კაცი, მითხრა. რა უნდა იმას შინაგან საქმეთა მინისტრად? ან გელაძეს რა უნდა? ნუ თუ ჭაღარა თმიანი პოლკოვნიკი ოპერმუშაკი გამომძიებელი ბრძოლებში ბანდიტებთან ბრძოლებში გამობძმედილი მე არ მინდა შესამინისტრო ბარი ფიქრობ. ერთი გამობძმედილი კარგი პოლიციელი 50 წლის მაინც რომ არ შეიძლება რომ გაუშვათ, რომ ჭკვიანური გადაწყვეტილებები მიიღოს. საერთოდ საკადრო პოლიტიკა რას აგავს დათო? რა საკადრო პოლიტიკა გამოცდილებას მნიშვნელობა. ეხლა ლანძღოთ კომუნისტები, მოვდგეთ მე თქვენ და ჯემალი დავიწყოთ ლანძღვა კომუნისტების, მაგენი ასეთები, მაგენი ისეთები, მაგრამ ერთ ფაქტს გეტყვი. 24 წლის ვიყავ. ხა 9 წლში გადავედით უკვე კომუნისტებზე, ბატონო. არა, კომუნისტებზე არა, მე რას ვამბობ. კომუნისტებს მეთქი, ქონდათ კადრების მომზადებისა და კომუნისტებს ბევრი კარგი ქონდათ, მაგრამ მე ზვიადის თანამებრძოლად ჩვენ დიდი პრეზიდენტის ჩვენი გმირის თანამებრძოლად თავს და ამიტომ კომუნისტებზე ხალხს ვერ დაგიჭერთ, იმიტომ რომ მაგ დროს ჩემი სამშობლო არ იყო დამოუკიდებელი. მაგას არ ვამბობ. მე ვამბობ დათო, მე კომუნისტების აპოლოგეტი კი არა ვარ. მე უბრალოდ ვამბობ,
სისტემა ჰქონდათ კადრების ისე შეხედულებით უფრო სოციალ-დემოკრატი ვარ, ვიდრე ვთქვათ ლიბერალი და ასე ლიბერალი. ვიდრე სოციალ-დემოკრატია უფრო მომწონს. თუ არსებობს დღეს საქართველოში, ვთქვათ, თუ აქვს დღევანდელ ხელისუფლებას კადრების მომზადების აღზრდის დანიშნვისა და დაწინაურების რაიმე სისტემა თუ აქვს. ხო, დაუბრუნდეთ ჩვენ პარლამენტში რო ხსნიან ბიოგრაფიის დაწერა იწყება პირდაპირ პარლამენტში. სისტემის სამართლის სპეციალისტები არ გავთ. რესამ კონცელიძე რატომ არა? მაგრამ ბევრი რაღაც დაალაგა იქ სისტემის სამართლის იმაში, ცით, კუთხით. იმაში იურიდიულ კომიტეტში ბევრი რაღაცა დაალაგა, რესამ დოქტორია მედიცინის, თუ ბაბატია, დოქტორია იმის იურიდიულ მეცნიერებათა, ხო. პატარა კაცი კი არ არის ესა. მაგალითად მე თუ რაღაცას არ დამიჯერებენ და ალიაკოცავთ, ხა ეს მშვიდად ეცდება ისე მოგვარებას. შემდგარ ესან შორის ეს დიდი განსხვავება. შეხედეთ ახლა, აი მაინტერესებს რა მოხდება, გააჟღერა ამასინად კახიშვილმა ასეთი ფრაზა, რომ ბიძინა აპირებს ივანიშვილიო მომავალშიო ახალი ჯგუფის შექმნასო და თქვათ არჩევნების ჩატარებას და უჭერთ ხალხს. იმიტომ რომ აქვს ამ კაცს შეცდომები, მაგრამ ფაქტია, ფული დახარჯა, იწვალა და შედეგად რასხებულობს, ყველა ვხედავთ, ხო? ის ბიზნესმენია, მიგდით? არავის არ ჯერავს, რომ ეს კაცი არ მონაწილეობს ქვეყნის მართვაში. როცა იყო პრემიერი, მაშინაც არ უნდა მართვა. არ ვალ ესო თქვენთან რო გეგმართო. მე დავეხმარები, რომ არ გაუყალბო ხმები, ვინც იქნება მათ წინამდე ოცნება იქნება თუ ნაციონალიზმი, მე დავეხმარები ივანიშვილს, დღესაც მიმაჩნია კარგ ადამიანად. არ არის, არ მიმაჩნია ცუდ პრემიერად ირაკლი კობახიძის, მაგრამ ეს მოვიქცევოდი სულ სხვანაირად მაშინ. არ არის ევროპული კავშირი საქართველოსთან და ჩვენ მთავრობასთან მართალი. არ არის. არ შეიძლება ასე ღრმად შეჭრა პოლიტიკურ ამბებში, ასეთი ღრმად ხარის დაჭერა ოპოზიციისთვის, ასე არ შეიძლება. ესენი გველაპარაკებიან როგორც კოლონიას, მიხდით? ამას ქართველი ხალხი ვერ ავიტანთ, ასე კოლონიასავით ლაპარაკს. შეხედეთ, ზვიადის გვერდით ვიდექი, როცა ნატოში შესვლას ვითხოვ. მას მერე 24 წელი გავიდა, თქვენ კაი ხალხო და კიდევ არ ვგებულობენ. ჩვენ აი კაი ეს თავრობა ცუდია, მაგრამ მომისმინეთ, სააკაშვილი ხო იყო მათი, ხო მოწონდა დემოკრატიის შუქურა, მაშინ რატო არ მიიღეს ევროპულ კავშირში საქართველოს? რატომ გითხრათ? იმიტომ საქართველოს უნდა დღეს საბრალო უკრაინა მაგ დღეში. უნდა იყოს პოლიგონი პუტინის და მათი. აი ეს უნდა. რა თქმა უნდა. მაგრამ რა დაუწუნეთ ჩვენს პრემიერს? მე ისე უფრო ეშმაკურად მოვიქცევოდი, მივიდოდი იქ გონივრულად, სამშობლოსათვის, ჩემთვის კი არა. მივიდოდი, დაუძახებდი მომიტინგებს და ვეთქოდი ერთი მობრძანით ეგ, დაჯექით, რა გეგმადათ თქვენ? აი როგორ შევინარჩუნოთ ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობა, როგორ დავიბრუნოთ მიწები და რა გავაკეთოთ, რომ შევიდეთ ევროკავშირში. აი რა გავაკეთოთ თქვენ მასწავლეთ, კაცო, ჩემზე მეტი ხო იცით ამბობთ რომ მასწავლეთ. და ისე გავაკეთებდი, მაქვს ამის გეგმა, თქვენ ჩავეტევით, რომ ამ ხალხს პარლამენტიდან გადავანაცვლებდი ევროკავშირის შტაბთან. აი მის ადგომები აქვს დაეტევა ჩვენი ხალხი. იქ მოვთხოვდი რა გინდათ ამდენი წელი, რას გთხოვთ, რო არ გღებულოთ, თუ გღებულოთ, მიგვიღებ. შეხედეთ, უკრაინას რო დაეხმარა ევროპა ამდენის, ამის მე-1000-ად ჩვენ, მე-100-ად არ დაგხმარებია ევროკავშირი. რაში დაგვეხმარა? ხავზე დაგვესხა რუსეთი შემოგვეჭრა ჩვენს ქვეყანაში, ხო? შემოგვეჭრა რა. კი, რაღაც იყო კი სააკაშვილის ამბების მე, შენ დაგვესხა, ხო? დაგვესხა და მანამდე პროვოკაციებს ოსები აკეთებდნენ პროვოკაციებს, ეს უხმორი. რა გააკეთა? რა გააკეთა? ეს გამოცდილება ნახა კობახიძე ვიცის. რა გააკეთა? ევროკავშირი. იმან ბუშმა კარი გაიჯახუნა მხოლოდ აგენი ესენი ევროპელები აღშფოთდნენ ქართველი ბიჭები დაიხოცენ ნაცმოძრაობა ფესტივალს ითხოვთ. ეს არის ძალიან მოკლესული. მე ამ ყველაფერს რო შევხედავ, რატო უნდა ვიყო ახლა ნაციონალური მოძრაობის ხალხი? პამპერსი გამოგვიზიავნა, გიდი არ დაგავიწყდეთ. მაგი უბედურება არ ვიცოდი, მაგრამ პოტში შემოვიდა ამერიკის სამხედრო გემი, რომელმაც წყალი და პამპერსები შემოიტანა. პამპერსი რა ჭირად მინდოდა.
დღემდე ვარკვევთ, მაგრამ ვერ გავარკვევთ. არა, ეს ლაიენი რომ არიან, ეს ქოსი თუ რა ქვია, ვერ იმახსოვრე, მაგრამ კაია მაია რომ არის ესა და ამათ ხარს მათ ქვეყანაში არ უჭერენ, ესენი მათ ქვეყანაში არ უყვართ. რა თქმა უნდა, საქართველო არის ევროპული ქვეყანა, საქართველო არის. ქართველები ვართ ევროპელები და აუცილებლად ჩვენ მოვხდებით ევროკავშირში, ოღონდ სხვა ხელმძღვანელობასთან, მიხდით. შეხედეთ ახლა როგორ მეგობრულად მეგობრული ქვეყანა ჩვენთვის იტალია. როდესმე გინახიათ იტალია ჩარეული ხო? საქართველოს ამბებში, როდესმე გინახიათ იტალიიდან გამოძევებული ქართველები, ხარს მიჭერეთ. იგივე პოზიცია აქვს ხშირად პოლონეთის ხელისუფლებასაც. ეს ლიტოველები, ლატვიელები და ესტონელები თქვენ გონიათ, უყვართ მათი ხელისუფლებები, მითხრენ მაგემა ბევრჯერ რომ ჩვენ რასაც აკეთებს ეს გიტანას თუ რა ქვია იმას არ ვიცი და ესენიო თქვენო მაგის გამო ჩვენ შეგვიძულებთ ჩვენ არ გვინდაო თქვენ საქმეებში ჩარეო ეს მათ აქვს გამიგე ეს მათი მიზანია და ბოლომდე ვერ გავიგე კიდო მაგათი ლანდენსბერგისი იყო ასეთი კარგი ბიჭი იყო საგარეო საქმეთა მინისტრი მოვიდა იმ მიტინგზე და გვითხრა კაცურად რომ დატოვებთ თქვენ ნაწილობრივ სუვერენიტეტს როცა იქნებით ევროკავშირში მიხდით შეიძლება აი წააგო საერთოდ წააგო გიტანასი და მეორე პრემიერს რაგვარი იყო აი გრიდა თქვი არ ვიცი იმათმა პარტიამ წააგო სოციალ-დემოკრატებმა გაიმარჯვეს საერთოდ კომუნისტებთან თუ ახლოს არიან იმათმა გაიმარჯვეს ლიტვაში არჩევნები ესენი აშკარად ყოფენ ცხვირს საქართველოს ამბავში როგორ იქნება მითხარით აბა ზელენსკი მე ხარს უჭერ დღესაც ვამბობ უკრაინას და უკრაინელ ხალხს ხარს მათ ტერიტორიულ მთლიანობას მაგრამ ზელენსკი როგორ იქნება მეგობარი პუტინს აცინებდა კევენზე კი სააკაშვილის მომხრე არასდროს არ ვიყავი მაგრამ იმ დროს სააკაშვილი ჩემი პრეზიდენტია დაიჭირა საქართველოს დროშა და რა სამარცხვინო როგორ დაცინა სააკაშვილის და ქართველობას ჩვენ კარგად ამას თავი დაანებეთ ჯერ სააკაშვილი გამოგვიგზავნა ძველი ვითომ ტერი და ეხლა მეგობარი გახდა ქვეყნის ასარევად მე რა გააკეთა თქვენ გონიათ ეს ზელენსკისთან არ არის კავშირში ეს რაღაც ნაღმების გამოგზავნა ეს ყველაფერი ეს კაცი მეგობარი არ არის საქართველოს და ეს კაცი ღმერთით მალე აღარ ეყოლება უკრაინელ ხალხს მე უჭერ უკრაინელ ხალხს ხარს იმიტომ რომ ისინი იბრძვიან საკუთარი მიწისთვის რუსეთი არ არის მთლიანად ყველა ერთიანად ოკუპანტი რუსეთში არის ოკუპანტი პუტინი და მისი მთავრობა ძალიან ბევრი რუსი ქართველი რუსი აგერ ამდენი არიან ახალგაზრდა ბიჭები გამი უყვართ ქართველობა მიხდით ვეხმარები მათ რომ არ გააძევონ რუსეთში იმიტომ გამოქცეული არიან ზოგი ფული ზოგი გადაახტა იმიდან სატვირთო მანქანიდან გაურბიან ჩვენ ნახეთ ასეთი სურათიც ხომ რუსები ახალგაზრდა ბიჭები ოფიცრები ჯარისკაცები შევიდნენ ხომ ერთ-ერთ დასახლებულ პუნქტში უკრაინაში და ჩაბარდა მოსახლეობას ოფიცრები და ჯარისკაცები და აწიეს ხელი მოვიდა შემდეგ დაატყვევეს იგივე უკრაინელმა ჯარისკაცებმა აწიეს ხელები და თქვეს რომ ჩვენ არ გვინდა თქვენი დახოცვა იმიტომ ჩვენი მიწისთვის არ ვიბძვით მაგრამ ისეთი ავამტყოფები ძალიან ბევრია რუსეთში რომლებიც ხარს უჭერენ პუტინს პუტინმა მოახდინა საქართველოს ოკუპაცია ამიტომ ეს სულთან ჩვენს უნდა დავეხმაროთ უშიშროების ორგანოებს ხალხის და მივაწოდოთ ყველა საქართველოს მტერის მონაცემები ყველა ინფორმაცია საქართველოს მტერს ეს მოვალეობა ჩვენ ეს შპიონობა კი არა ეს მოვალეობა შეხედეთ ახლა ამტკიცებდა ეს რომ რუსეთისთან ალიანსშიაო ყობახიძე და მისი მთავრობა ლოგიკა სადაა დამტკიცებულების საფუძველზე ამბობენ არჩევნები დაყავდაო სადაა მტკიცებულებები მითხარით რატო უნდა დავიჯერო მე შეხედეთ ახლა სანდუს გამარჯვებაზე რა თქვა იმას პრემიერმა მაშინ მიულოცაო თუკი დსთ-ს დატოვებს მოლდავეთი ესე იგი პუტინის კაცი არ არის ხომ საჯარო თქვა რომ არ ვცნობ დსთ-ს არ ვცნობ პუტინს და სანდუს არ მიულოცავ მე ცოტა უფრო სხვანაირად ვიტყოდი გამიგეთ ძველი ოპერმუშაკი ვარ ის პატივცემული პრემიერი მარტო ლექტორი იყო ხო მე სხვადასხვა სამსახურებში მე ცოტა სხვანაირად ვიტყოდი მიულოცავდი სანდუს და უსურვებდი დსთ-სგან გათავისუფლება დსთ ვინ არის პუტინი არ არის დსთ აბა ვისი დაჯგუფება მითხარ
აი ევროკავშირი ამას ვერ ხედავს თვითო? ხო, უკრაინას ხო არ არის იმის იგივე შემთხვევით DSTS კავშირი, DSTS იმაში შემადგენლობაში გავაფრენ ალბათ რომ მითხრათ კიო. არ ვიცი, არ. მე იცი ჩარგული ვარ ამ ჩემს სისხლის სამართლის საქმეებში, ამდენი დრო სად მაქვს, ალბათ ღედაღამი ახლა ბატონ ჯემალისავით, თქვენსავით ამ პოლიტიკას და ჟურნალისტიკას მივაქციო ყურადღება. არ შემიძლია. დათო, ახლა რა საქმე გაქვს? პრეს-ცენტრი, ადვოკატების პრეს-ცენტრი ნამდვილად არა, დიახ? მნიშვნელოვანი საქმე. სხვადასხვა საქმეები მაქვს, მინდა გითხრათ, რომ ძალიან შეიცვალა პროკურატურაში ბევრ ნაწილებში გვარაკიძის დანიშნული აფსიანის საერთოდ არ უჭერთ ხალხს გვარაკიძის, არც ვიცი ვინ არის. ეს ამ კაცის მოსვლით გამოჩნდა უბრალოდ სულ სხვა პროკურატურა. გამიფორმეს საფროს შეთანხმებები. კანონით რითაც იმსახურებდნენ, კი. თუ არა იმის შოთაძის დროს მე ვიყავი ნონგრატა პერსონა, ისევე როგორც ვიყავი თქვათ იმის დროს. რა ქვია, ადეიშვილის დროს. კი. ხო, შეიცვალა ბათუმურჭი ტალღაზე მოვიდა კულულაშვილის. იმიტომ ჩამოვიდა ეს ქალი თბილისში და საზღვრებები დაიწყო და დაესხა თავს ბათუმელ ადვოკატებს შეიცვალა უკვე. ჩვენს დავაანახეთ ბათუმელმა ადვოკატმა რომ ბათუმელები რო ვართ ამის გამო ვერ დაგშაკრებს. კი ბატონო. და ძალიან კარგი პრაქტიკა დატოვა აქ მომუშავე მოსამართლეები. ჩვენ მიჩვეული ვართ ბათუმელი ადვოკატები იმ სამართლიან კანონიერ პრაქტიკას. ამიტომ კულულაშვილი შეიცვალა და ბათუმის საქალაქო სასამართლოს რო შეეფერება ისეთი გახდა. მოსვენებას ვერ მივცემდი სხვა შემთხვევაში. საჯარო. ვინმე თქვენი დაცვის ქვეშ ყოფი ახლა ამჟამად ამ გადატრიალების მცდელობაზე დაკავებულთაგან? არა, მე არ ვიცავდი ამ ბოლო მოვლენებში არავით, ადმინისტრაციულებზე დავიცავი ის ბიჭები, ისინი გათავისუფლდნენ, შეწყდა მათ მიმართ დევნა ადმინისტრაციული, შემდეგ იყო რომ ის სტუდენტები დავიცავი იქ დაამატეს სხვა ადვოკატები, მე უფულოდ ვიცავდი იმათ, ჩემი ხარჯებით დავეხმარე პირველი დღეები მათ, მივხვდი ეს რომელიც დანაშაული ქონდა როგორც იმ დევაძეს და მეორე ნაკაშიძესაც, ასევე ამათაც. მივხვდი იმათი დაშით, ამათ რა მოვიდა რა ვერ შევთანხმდი, იცით? იმიტომ რომ ვატყობდი რომ იქ ნაცმოძრაობა ხელმძღვანელობდა პროცესებს და ჟურნალისტებიც იმათი მეგობრები იყვნენ და მე უთხარი, მე ბრალდებულის ინტერესებიდან გამომდივარ, თქვენ ჭკუაზე ვერ გავიდი, კარგად იყავით, დავიხურეთ კუდი და წამოვედი. ოჯახმა იმათი მხარე დაიჭირა, მაგრამ საბოლოოდ გაკეთდა ზუსტად ისე ყველაფერი, როგორც მე ვამბობ. მე ძალიან გული მტკივა მზია ამ აღლობაზე, მივხვდით, მე სულ სხვა სტრატეგია მექნებოდა, დავკითხავდი მხოლოდ 3-4 პოლიციას, არ დავაკითხინებდი ამდენ მოწმეს. ყველა ადვოკატს მისი სტრატეგია აქვს. ჩემ კოლეგებს სულაც მე არ ვაკრიტიკებ. მე გამამართლებლები განაჩენები მაქვს ეგ და თითო ორი მოწმეა დაკითხული სულ. თუ არაფერს არ ამბობს სულს, ან და თუ სისულელეს ამბობს, ან თუ მით უმეტეს თუ ჩემი კლიენტის სასარგებლოდ ამბობს, რატომ მოიყვანო ეს სასამართლოში? არც ვაღიარებინებდი, არც უარყოფას გავაკეთებდი და გავაკეთებდი დამტყუნების შემთხვევაში ასე ვიტყოდი, თუ რატომ იმსახურებდა მზია ამაღლობელი არასაპატიმროს სასჯელს თქვა. დამტყუნების შემთხვევაში ადვოკატი უნდა იყოს ძალიან დიპლომატი. მიხდი? როგორც კატა არ დაეცემა ზურგით, ისე არ უნდა დაეცეს ადვოკატის. დათო, შეიძლება და მზიას მაგ ფორმით გამოყვანა? ხო, ვერ მივხვდი, ძალიან გამოიყვანეს წყობიდან მოსამართლე. ყველამ აბსოლუტურად ნინო სახელაშვილმა, აგერ ერთი კვირის უკან 15-დან 20 წლამდე ორ ბრალდებაში გამიმართლა კაცი, რა ფერ თქვა სახელაშვილზე კლაპ. რამდენ პირს მისცა სასჯელი სამართლიანი. რამდენი გამამართლებლები აქ კიდო ამ გოგონას და გაოცებული ვარ, რა მოხდა იქ მე არ ვიცი, ფაქტობრივი გარემოება. მაგრამ ერთი რამ კარგად ვიცი. მე თუ ჯემალი დამარხავს, მხოლოდ მე მეწოდინება, განვიცადე თუ არა ტკივილი. ამის შესახებ თქვენ ვერ გეწოდინებათ ვერც სხვას. მიხდით? ეს ასე. იცით, სულ სხვა კუთხით მიდიოდნენ, მაგრამ აღმოჩნდა რომ მე ვარაუდობდი ზუსტად მაგ კვალიფიკაციას, უზენაეს სასამართლოს პრაქტიკა მასეთ. ზუსტად მაგ კვალიფიკაციას, აი სასჯელი კი მიმაჩნია ქალბატონ ნინო სახელაშვილის დიდ პატივს, მაგრამ სასჯელი მზიამ ხედველობა დაკარგა მიხდით. ფაქტიურად მასზე გადაწყდა მთელი სისტემის ჯოხი, ხდებით.
ქალია, ქალბატონია და მე ვფიქრობ, რომ კარგი იქნებოდა მზია ამაღლობელის ჯარიმით გათავისუფლება პატიმრობის გამოკლებით. შეხედეთ ახლა, ნახეთ, მე არ ვფიქრობ, რომ მზია ამაღლობელი ალალად გეუბნებით არავის მხარეზე არ. დგებუაძემ არ მიიყვანა მაგდონემდე მზია ამაღლობელი. მე ჯერას მზიას, ღრმად მჯერას, რომ კიდეც აფუთხა, კიდეც დაამცირა და შეურაცხყოფა მიაყენა. მაგრამ შეხედეთ, რაც გვეუბნება სამართალი. ნინო სახელაშვილი დგებუაძეს ვერ დაშიდა. ი რაღაც უბედურება სამსახური ქონდა, უმაქნესი რაღაც სპეციალური სამსახური. რაღაც არის საგამოძებოთ რა დარქოს, არც თანამშრომლობდი არასდროს, მაგრამ გაუქმეს. ის არ გამოიძიებდა ეს საკითხი. და აი დგებუაძის დასჯით, მიხდით? აქეთ საქმეზე ვერაფერი ვერ შეიცვლებოდა. უბრალოდ უნდა და მე ვფიქრობ, ასე არ ვაკრიტიკებ, მე მზია რომ დააკავეს, მეორე დღეს ვერ ნახე. რატო ვნახე მზია იცით? ერთი 10-15 წელია, მეტი 20 წელია. სადაც მიტინგი იყო არა? გავდიოდი ჩემი პატიმრების დასაცავად, ვიღაცების დასაცავად, მზია ამაღლობელი სულ გვერდით მეტყვა. ის იდგა ქუჩაში სააკაშვილის დროსაც, ასლანაბაშიძის დროსაც და გამოვიდა ეხლაც. ძალიან გული არც კი ვიცნობ ნორმალურად ამ გოგონას. რო შევედი მასთან ვერც მისნობ, ხო მე გამიხსენა დავით ჯაფარიძე ადვოკატი. ვერც კი ვიცნობ მას ნორმალურად. უბრალოდ ეს გოგო ციხეში არ უნდა იყოს და აქედან თხოვს საქართველოს პრეზიდენტს მიიღოს ნამუსიანი გადაწყვეტილება და გაუშვას ეს გოგო სახში. ან კიდო ქუთაისის აპელაციო სასამართლო. შეიძლება ახლა ამის გამოც გადამეკიდოს არასამთავრობოები და რა ვიცი პოლიტიკოსები რომ რატომ თხოვეთ მინდა რომ ჩემი ბათუმელი, ჩემი თანამებრძოლი იყოს გარეთ. იმიტომ რომ თანამებრძოლი იყო, მე ვითხოვდი პროტესტს, ითხოვდა პროტესტს. თანამებრძოლი აბა სხვა რა, მაინდა-მაინც ძმაკაცები და ბიძაშვილები უნდა ვიყო. ბატონ დავით, ამ წუთას თქვენ მარტო არ ახართ, ჩათვალეთ რომ თქვენს გვერდით ვარ მე ამირან კიბურაძე, ზიას მხარს უჭერდა, მეც და ჩვენი ტელევიზიაც შემა. გებუაძე გადარია ეს ქალი. ეს ორჯერ 2-4. ჩვენი ტელევიზია მხარს უჭერს იმას, რომ პრეზიდენტმა უნდა შეიწყალოს მზია. იმიტომ რომ როგორც ჩანს, სხვა გზა რა უშლის ხელს, რა უშლის ხელს. არაფერი. არ გამოვა მზია გამოაგდებენ ციხიდან. კანონია. დიახ ბატონო. გიერთდებით, სოლიდარული ვარ თქვენთანაც, მზიასთანაც და მეთქვათ რომ ვიხილოთ თავისუფლებაზე, ამით ჩვენი გადაცემისთვის განკუთვნილი რომ ამოიწურავს. კაცრია სასჯელი ძალიან. საუბრობთ მიმდინარე მოვლენებზე, მე უბრალოდ ჩვენს მაყურებელს და ბატონ დავითსაც მინდა შევახსენო, რომ უკრაინამ 2018 წელს დატოვა დსთ-ის შემადგენლობა და გამოვიდა 2018 წელს. და ის არ არის დღეს დსთ-ის წევრი ქვეყანა. ეს გახდათ გადაცემა ჟურნალისტის ღიურები, მიყვავდა ორ ჟურნალისტს, ჯემალ მეგრელძეს და ამირან კიბურაძეს. ჩვენი სტუმარი გახდათ ადვოკატი დავით ჯაფარიძე, გემშვიდობებით მომავალ შეხვედრამდე.